ქართული ოცნების პარტიის ყრილობასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება გორში. ირაკლი ყობახიძის პარტიის თავმჯდომარედ არჩევას ოპოზიცია ეხმაურება და ამბობს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათივე განმარტებით ამ საკადრო ცვლილებებით მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება, რადგან ქვეყანა რუსეთისკენ მიდის. რაც შეეხება მმართველ გუნდს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთ-ერთი იყო, ვინც მხარი დაუჭირა ყობახიძის არჩევას. ის ამბობს, რომ ღირსეული ადამიანი იქნა დღეს არჩეული პარტიის თავმჯდომარედ, ისევე როგორც პოლიტსაბჭოს წევრები. რაზმაძე ოპოზიციის კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პარტია, ვინც რუსეთს ქვეყანა ჩააბარა, ნაციონალური მოძრაობა და მიხეილ სააკაშვილია. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. რა მნიშვნელობა აქვს? სრულიად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ახლა პარტიის თავმჯდომარე. რეალურად ჩვენ ვიცით, ვინც არის მმართველი, ბიძინა ივანიშვილი და რუსები მართავენ ამ ქვეყანას. ამიტომ ახლა ფორმალურ ხარეს მნიშვნელობა არ აქვს. აქ საკითხი ესე დგას, რა იცვლება ადამიანებისთვის? არაფერი არ იცვლება. ადამიანები ისე ფიქრობენ ქვეყნიდან წასვლას, ქვეყანა მიექანება რუსეთისკენ და უნდათ რომ დააბრუნონ იმ რუსული იმპერიის გარემოში. ამიტომ უბრალო ადამიანებისთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის რო შეეკითხოთ თქვენ და გახვიდით შეეკითხოთ, არაფერი არ იცვლება. ეს იყო ყრილობა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო ბატონი ირაკლი ყობახიძე, ქვეყნის პრემიერი. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, მე ერთ-ერთი მხარდამჭერი ვიყავი და ეს არის ამ ეტაპზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ოპოზიციის პრორუსულ აზროვნებას, რომელიც ჩვენ გვაბრალებენ რუსეთს და ჩვენს ქვეყანას ამ ხელისუფლების ხელში 13 წელია არანაირი შეხება არ ქონია რუსეთთან და რუსეთთან ვის ქონდა შეხება, მაგათ ლიდერს ქონდა. ეგენი არიან ერთობლიობაში ყველა სააკაშვილი იყო თავიდან ბოლომდე რუსეთუმე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის 20% მიაყიდა რუსეთს. და დღევანდელ ხელისუფლებას არანაირი შეხება არ ქონია რუსეთთან. პირიქით, ჩვენ ყველანაირი ურთიერთობა შეწყვეტილი გვაქვს, იმიტომ რომ რუსეთი და პუტინი არის ოკუპანტი და ჩვენი ქვეყნის დამპყრობი. არანაირი პირიქით დღეს რო იძახია, რომ რუსეთისკენ არანაირი ნაბიჯი არ არის რუსეთისკენ გადადგმული, არც ერთ შემთხვევაში პირიქით სააკაშვილის ავტორიტარიზმით მართული ქვეყანა აღარ არის და დღეს არის ქვეყანა, რომელიც იმართება საპარლამენტო ქვეყანა არის და მართავს პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერი. და ის პრემიერი არის დღეს ეს პრემიერი არის პარტიის თავმჯდომარე.